გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. ამ წუთებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს თელავში, სადაც გვიანღამით მოსულმა უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე ვითარებაა კავკასიონის ქუჩაზე, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია და გზა ქვაღორღისგან იწმინდება. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდ და რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვაღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია ავტომობილები, გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დრომდე მოძრაობა აკრძალულია ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში. აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათი ევაკუაცია განხორციელდა. თელავში უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი, რომელმაც პირველი შეხვედრა უკვე გამართა. სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, მობილიზებული ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური. რა ვითარებაა ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? ნათია წითელაურია თელავიდან პირდაპირ ეთერში. ვითარება არის საკმაოდ რთული თელავისთვის, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული ქუჩები, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი. ასეთია ამ წუთებში ვითარება თელავში, განსაკუთრებით კი მდგომარეობა არის მძიმე კავკასიონის ქუჩაზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მაყურებელი კადრშიც ხედავს, ჩემს უკან ახლა სადაც ქვაღორღია, ეს იყო ცენტრალური გზა, რამდენიმე ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი, რაც უკვე წუხანდელი სტიქიის შემდეგ პრაქტიკულად აღარ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ხევია აქ და კალაპოტი შეიცვალა რამდენიმე ქუჩის შორის მიმდინარე ხევმა წუხელ გვიანღამით დაახლოებით 3 საათზე შეიცვალა ვითარება თელავში, ალაზნის გამზირის და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე 3 საათიდან დაიწყო უხმა ნალექმა დინებამ, რის შემდეგაც უკვე დაიტბორა მრავალბირიანი კორპუსების პირველი სართულები, მოგლიჯა ელექტროგადამცემი ხაზები, უხმა ნალექმა დააზიანა მანქანები, ადგილობრივები ყვებიან, რომ სტიქიის ხმამ გააღვიძათ ისინი და სწორედ ამის შემდეგ, როდესაც უკვე საფრთხე იქნეს, საკუთარი სურვილით და საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს საცხოვრებელი სახლები და ისინი გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე. გარდა ამისა, ასევე დაზიანებულია კომერციული ფართები, კლინიკის პირველი სართულია სრულად დატბორილი, ასევე სკვერი და მრავალბინიანი კორპუსები. 10 წუთი იქნებოდა, რომ თანამშრომლები რო გამოველით უკვე აქ უკვე დინება მოდიოდა რა. ერთი პერიოდი შეწყდა რაღაც ნაკადი და მეორე ნაკადზე უკვე სულად მოანგრია ყველაფერი, წამოვიდა ღორღი, ქვა, ყველაფერი კლინიკები. აი ეს აფთიაქი და ეგენი შეწაიღო. დიდმა ხაურმა გამაღვიძა, რომ გამოვედი გარეთ, უკვე ქუჩაზე გადმოდიოდა, საერთოდ არაფერი ჩახერგილი იყო ყველაფერი. ეს გადასასვლელი ხიდი მაგალითად საერთოდ აღარ არსებობს. სამგზავრო ხიდი. ამ წუთებში აღარ წვიმს, წყლის დონემ დაიწია, რის შემდეგაც უკვე დაიწყო სალიკვიდაციო სამუშაოები გარკვეულ სტიქიის ზონაში. მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული, ასევე შეიქმნა ოპერატიული სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. პირველი შეხვედრაც უკვე გამართეს, შეჯერდეს სამომავლო გეგმებზე და შტაბის წევრების განცხადებით. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს პრევენციული ზომების გატარება, ასევე იმ ადგილებიდან მოსახლეობის გაყვანა, სადაც შესაძლებელია, რომ საფრთხე იყოს და სტიქიის განმეორების შემთხვევაში მოსახლეობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე სტიქიის მასშტაბები არის საკმაოდ ვრცელი, რის გამოც გარდა თელავის, ასევე კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ადგილზე იმყოფებიან როგორც სამაშველო სამსახურები, ასევე სხვადასხვა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. სტიქია ხედავთ, რომ მასშტაბურია, აქედან გამომდინარე კოორდინირებაშია ყველა სახელმწიფო უწყება, შეიკრიბა საკოორდინაციო შტაბი, სადაც წარმოდგენილია ყველა შესაბამის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, მიმდინარე წყლის დონის კლება მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო პირველადი სალიკვიდაციო სამუშაოები. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეზღუდვით მიეწოდება მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდულად აღდგება. დაზიანებულია ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა. ოპერატიულად დაიწყო მუშაობა შესაბამისმა ყველა სამსახურმა, შექმნილია
ოპერატიული შტაბი, ჩართული არიან ცენტრალური სამინისტროები, რეგიონალური განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი ქვედანაყოფებით. უკვე სექტორებად არის დაყოფილი, სად რა მიმართულებით რა ტექნიკა არის საჭირო. ის განმავლობაში მით უმეტეს წყლის კრებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები უფრო და უფრო ინტენსიური გახდება. ზოგადად შესასწავლი არის მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა, ხევის გასული ქუჩები, იმიტომ ფაქტია, რომ წყალმა გამორეცხა გარკვეული მონაკვეთები ამ ქუჩებისა. ეს ქუჩები გადაკეტილი არის, რომ მოძრაობა არ იყოს, საფრთხე იყოს თავიდან აცილებული. ახლა სწორედ ამინძია დამოკიდებული, რა ინტენსივობით გაგრძელდება თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რადგან ხევი, რომელიც ადიდდა და რამდენიმე ქუჩამ მნიშვნელოვნად დააზარალა, არის ღვარცოფული, სწორედ ასევე მდინარის კალაპოტზე და წყლის დონეზეა დამოკიდებული, როდის აღდგება ელექტროენერგია და როგორც გითხარით, რა ინტენსივობით გაგრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მადლობა ნათია. სტიქიის ზონიდან ნათია წითელაური საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მართლმადიდებელი სამყარო პეტრე პავლობას აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამე დილიდან წირვას აღავლენს თბილისის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები. წირვას ესწრება მრევლი. გილოცავთ ყველას დღევანდელ უდიდეს დღესასწაულს. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხსენებას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მეუფე სპირიდონთან ერთად აღავლენ საღვთო ლიტურგიას თბილისის პეტრე პავლეს ეკლესიაში ადგილობრივ სამღვდელოებასა და სტუმრებთან ერთად. მე ვსთხოვ, რომ ამ ორი უდიდესი მოციქულის ლოცვით სოფლიოს მშვიდობა მისცეს და ჩვენ სულებს დიდი წყალობა. დღეს რა თქმა უნდა ჩვენი ტაძრის დღესასწაულიცაა. თბილისში მხოლოდ ეს ერთი ტაძარია წმინდა პეტრე პავლეს სახელობისა და ძალიან გვიხარია კიდევ რომ დღეს ვსტუმრობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. სულ ყველას ვულოცავ მთელ საქართველოს. გილოცავთ და ვულოცავ მთელ სერს პეტრე პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ღვთისშეწევნით პატრიარქი მობრძანდა პეტრე პავლობის წმინდა ტაძარში აღევლინება წირვალოცვა. ისტორიაში პირველად თბილისმა რაფის ღონისძიებას უმასპინძლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკული სპორტული ორგანიზაციის უმაღლესი დონის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ჩატარდა. მაშინ მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მონაწილეობდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მათ შორის მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულ რაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები. ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის გაიმართა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხოლო რავ ჯორჯიას გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენები გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. რავ ჯორჯიას ღონისძიება საქართველოში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ულოცავ სრულიად საქართველოს რაფის უნიშნულოვანესი ღონისძიების ასე წარმატებულად დასრულებას. მინდა მიულოცო და მადლობა გადაუხადო თითოეულ სპორტსმენს, რომლებმაც იასპარეზეს და საქართველოს სახელით გაიმარჯვეს. ულოცავ მერაბ დვალიშვილს ასე წარმატებულ ასპარეზობას და მადლობას ვუხდი მას იმ ემოციებისთვის, რაც მან აჩუქა ქართულ გულშემატკივარს. ახლა კი უცხოეთის ამბებს გაგაცნობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე დარტყმების უკვე მესამე ტალღა დაიწყეს. ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა. მათივე ცნობით მესამე რაუნდი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტია. განცხადების თანახმად საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე. ამერიკის დარტყმებიდან რამდენიმე საათში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ იორდანიაში მდებარე ამერიკის ბაზას. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდი დემოკრატების სასოწარკვეთილები არიან თქვან რომ ტრამპი ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკური სპორტსმენია ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს ამერიკის პრეზიდენტი ამბობს რომ მან გამარჯვება მოახერხა მაშინ როდესაც პრესა მის შესახებ მხოლოდ ნეგატიურ და ყალბ ამბებს ავრცელებდა ტრამპმა ასეთ მედია საშუალებებს შორის New York Times-ი, CNN-ი, ABC, CBS-ი და NBC დაასახელა მისივე თქმით ამ მედიების რეიტინგი სულ უფრო მცირდება. კანადაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად 2 პირი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ტორონტოში ქუჩის საცეკვაო ფესტივალზე მოხდა. ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილის ცნობი ჯერ ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ, თავდასხმის მოტივი კი უცნობია. You can imagine the chaos when the ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4323-ს მიაღწია, დაშავებულია 16740 ადამიანი. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ინფორმაციით დაღუპულთაგან 315 ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტებთან მან ასევე განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საცხოვრებლის განაწილება მომავალ კვირას დაიწყება. მედიის ცნობით უსახკაროდ არის დარჩენილი 17000 მაცხოვრებელი. შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში 24 ივნის 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გაეროს მიგრაციის სააგენტოს განცხადებით, სტიქიამ შესაძლოა 7 მილიონამდე ადამიანზე მოახდინოს გავლენა. ისევ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის შხრეგის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს, 3 წარსულში ნასამართლებია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მარტსაწინააღმდეგო დაეუფლა. სავაჭრო ობიექტებს 14000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ, ამოღებულია სავაჭრო ობიექტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. 5-ვე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს, დანაშაული კი 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი დააკავეს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სამართალდამცველებმა ის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აიყვანეს. ამჟამად დაკავებული სასჯელ აღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნოდარ მგალობლიშვილის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი პირველი ბიოგრაფიული ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოალბომი კულტურის სამინისტროს შემოქმედებით საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. გამოცემა ნოდარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება და მის ცხოვრებასა და პროფესიულ გზას ასახავს. უნდა გვახსოვდეს ეს კაცი და გვახსოვდეს მისი შემოქმედება, მისი პიროვნული ღირსებები, მისი ნიჭიერება. მომავალ თაობას უნდა გადავცეთ ეს ისტორია აუცილებლად. და მე ვთქვი სიტყვა ღირსება. ეს ჩვენი ღირსების ამბავია პირველ რიგში, რომ არასოდეს ესეთი კაცები არ დავივიწყოთ, იმიტომ რომ ასეთ კაცებზე დგას ქართული თეატრის ისტორია. ჩემი ძმა, ჩემი ობობარი ნოდარი მგალობლიშვილი ერთად გავხსენეთ რუსთავში თეატრი. კაცი, რომელმაც იცოდა სიყვარული, შესანიშნავი არტისტი, მაგარი არტისტი, წვინალე პიროვნება და წვინალე კაცი. აი ამ თარიღს ასე აღნიშნავთ. საგანგებოთა ალბომი გამოიცა, რომლის ავტორი გახლავთ ნანე ჭრელაშვილი და უკვე დიდი ხანია ნანა მუშაობდა ამ ალბომზე. წლების განმავლობაში, სხვათა შორის მაშინ ნოდარი ცოცხალი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ
ვერ მოხერხდა ალბომის გამოცემა და აი დღეს შემოქმედებითმა საქართველოს დააფინანსა ჩვენი ალბომი და არც მოვედით დღეს რომ წარმოვადგინოთ ეს ყველაფერი. კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში ქართლის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულის სააკაძეობა გაიმართა. სააკაძეობა წლები არ ჩატარებულა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მისი აღდგენა გასულ წელს მოხდა. გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ხალხურ საკრავთა და ცეკვის ანსამბლები, ასევე ჰორული ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომრებით. ეს აქ წარმოდგენილები არიან ადგილობრივი მეწარმეები, ხელნაკეთი ნივთებით, იქნება კულტურული ღონისძიებები, აგრეთვე სპორტული ღონისძიება, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულის აღდგენა, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა დგას გმირებზე, მათ განვლილ ისტორიებზე და ჩვენ ვალდებულებიც ვართ, რომ დავაფასოთ მათი ხსოვნა, მათი სახელები გადავცეთ მომავალ თაობას. ჩვენ ამაყები ვართ, რომ დღეს ნოსტეში, მშობლიურ სოფელში ტარდება ეს ღონისძიება და ეს ღონისძიება და ეს ადგილი არ არის მარტო ისტორიის შემადგენელი ნაწილი, ეს არის ჩვენი წარსულის პატივისცემა, რა თქმა უნდა, რაზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი და უნდა გადავცეთ მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მაქსიმალურად ასეთი ტიპის ღონისძიებების პოპულარიზაცია. ჩვენი ვალია პირველ რიგში, რომ შევინარჩუნოთ ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს ისტორიას, ამაზე დგას მთელი ჩვენი ქვეყნის წარმატება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი ხასიათი შეიძენს სააკაძეობა. მიხარია, რომ მიმართება ასეთი ფესტივალები მეწარმეებისთვის და ყოველთვის სასარგებლოა ჩვენთვის ეს გამოფენა გაყიდვები. რუსთავში ოქსიგენ ფესტი 2026 გაიხსნა. ჩატარდა ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213-მა ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცათ. მედალოსნებთან ერთად NBA ჯუნიორის პატარა ჩემპიონებს რუსთავის 12 წლამდელ კალად ბურთელთა გუნდსაც მიულოცეს გამარჯვება. ოქსიგენ ფესტის პირველი მუსიკალური დღე კი ჰიპ-ჰოპს მიეძღვნა. ღონისძიება რუსთავში უკვე მეხუთედ იმართება. დიდი სიამაყით ვიდექი სცენაზე 213 ახალგაზრდასთან ერთად, რომლებმაც პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს. სწორედ ამისთვის რუსთავი მადლიერების ნიშნად გადავცემთ როგორც ფულად ჯილდოებს და ასევე ასეთ ლამაზ საღამოს ვაწყობთ. იმისთვის რომ мотиваცია გქონდეთ მომავალში და გააგრძელონ კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ სვლა. 213 რუსთაველი ოქროს და ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. მე მინდა ყველას მიულოცო, განსაკუთრებულად მშობლებს, მათ პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, თითოეულ ამ ბავშვს და უსულო ყოველივე საუკეთესო. ძალიან კარგი განწყობა, არაჩვეულებრივი გარემოა და მადლობა ხალბატონ ნინოს ასეთი გარემო შექმნისთვის და მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება უსურვო. ფოთი პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლების მასპინძელია. ორთაბრძოლები მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა, გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის გამრები 2 წონით კატეგორიაში. რინგზე ფოთელი მოკრივეები ბექა ჭუბაბრია და ირაკლი ალანიძე იყვნენ. შეჯიბრის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაცია. განსაკუთრებული სპორტული ემოციით დატვირთული საღამო გამოვიდა დღეს ფოთში მალთაყვის სანაპიროზე. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს, წარმატება უსურვო და მიულოცო ამ სპორტულ გარემოში ასპარეზობა, რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო გამარჯვებულებს, განსაკუთრებით დღეს გაგვიხარდა, რომ ორივე ფოთელმა მიაღწია თავის გამარჯვებას, ერთ-ერთმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სპორტის მინისტრი გაეცნო. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტსმენთა საცხოვრებელ სივრცეს, აშენდა თანამედროვე სტანდარტების ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის, ასევე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც იქნება საერთო სავარჯიშო სივრცე, ასევე კრივის, ფარიკაობისა და მშვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები. დასასრულს უახლოვდება კვების ბლოკის განახლების სამუშაოებიც. შალვა გოგოლაძე ცენტრის დირექტორთან ერთად მწვრთნელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეხვდა. იმყოფები საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ნიჭიერი სპორტსმენების ჩამოყვანას და მათ მომზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრებებისათვის. ვიზიტი მიზნად ისახავს იმ მასშტაბური პროექტების მონიტორინგს, რომლებიც ცენტრს საერთაშორისო დონის ბაზად აქცევს. შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო გეგმები, რომლებიც ორიენტირებულია ცენტრის სრულ განახლებასა და სპორტსმენებისთვის უმაღლესი სტანდარტების პირობების შექმნაზე. ყველა სპორტსმენს არ აქვს იმის საშუალება, რომ შეიძლება ნიჭიერი არის, მაგრამ თქვათ რეგიონს ან რაიონს არ გააჩნდეს ის პირობები, სავარჯიშო პირობები. ეს არის იდეალური ვარიანტი, აი ზუსტად ჩვენ რო ვიძახით, რომ ნიჭიერი სპორტსმენები დღევანდელ თათბირზეც კარგად იყო აღნიშნულ, რომ ზუსტად უნდა მიექცეს ყურადღება იმ ნიჭიერ სპორტსმენებს. ბათუმში კი რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გრძელდება. მსმენელის წინაშე სოულის სუპერ ვარსკვლავი ამერიკელი არტისტი ერიკ ბენი წარდგა, რომელმაც მელომანებს ემოციებით სავსე საღამო აჩუქა. ფესტივალი დღეს ბენდ Ghost Note-ის კონცერტი დაიხურება. შავი ზღვის ფესტივალი წელს მსოფლიო ჯაზის გამორჩეული წარმომადგენლის მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ბათუმი მსოფლიო ჯაზის გამორჩეულ შემსრულებლებს ყოველწლიურად მასპინძლობს და მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოებს თავაზობს. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ჯაზ ფესტივალზე როცა მოდის R&B და soul-ის ვარსკვლავი, ისინი ათჯერ და მეჯერ ემზადებიან. მთელი soul-ის ესეთი კრებული გაგვიკეთა და პლუს ფილიპ ლასიტერი, 11 გრემის მფლობელი შემოერთა მას ესე დაუგეგმავათ, ასე ვთქვათ, ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით, თვითონ მოლაპარაკებულ ერთმანეთს და ზუსტად აი ეს სიტუაციები აკეთებდა, იმიტომ უყვართ ეს ფესტივალი თვითონ მუსიკოსებსაც. მერთო ჩემო, ჯერ კიდევ იმ ენერგიითა და სიყვარულით ვარ აღფრთოვანებული, რომელიც აქ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე მსმენელისგან მივიღე. საქართველო დაახლოებით 8-9 წლის წინ შემიყვარდა. აქაურები უბრალოდ საოცარი ადამიანები არიან და უკვე ვერ ვითმენ, ისე მეჩქარება კვლავ დაბრუნება. საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩემთვის, 10-დან 10 ქულა. ამიტომ მინდა ყოველთვის დავბრუნდე და ასეც მოვიქცევი აუცილებლად. მე ისევ მოვალ. პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანი ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.